რომელიღაცა წლის ღვინო ჯობს არ დალიო, იმიტომ რომ ყველა მისის რომ მაგალითად ძალიან ცუდი წელი იყო. გვაქვს პრეტენზია რომ ერთ-ერთ საუკეთესო ცქრიალას ვაწარმოებთ. ეს წნეხი ჩამოტანილი გვაქვს საფრანგეთიდან. გარდა იმისა, რომ სიამაყე არის რელიკვია, არის თითქმის 50 წლის. ეს ღვინოს აძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტად განვითარდეს და დაიხვეწოს. თვითონ კაცში ყოფნის დროს, ასე ვთქვათ, გამომწვევი არომატები არის, მაგალითად ვანილი, შოკოლადი, გაცნია, რამდენად გამომწვარია თვითონ კაცრი მისი წარმოების დროს. აუცილებელი ეტაპი არის დეგორჟაჟი, ეს დეგორჟაჟი არის დეგორჟამანის, ანუ ფრანგული ტერმინის გადმოხატულებული ვარიანტი. ბოთლში ჩადებისას მას შეუძლია, რომ ჩაყინოს, ასე ვთქვათ, ჩვენი ლექის რაოდენობა. საუკეთესო ადგილას მოვედით, სადაც შეიძლება გაიქცეს ადამიანი. გეთანხმებით, ნამდვილად ვერ შეგეწინააღმდეგებით მაგ მოსაზრებაში. და ვიცი რომ ასე დაიწყო 2019 წელს უფლისციხის მამულის ისტორია, გამოეკეცით. ფაქტობრივად გამოვეკეცით პანდემიას 4 დამფუძნებელი ვართ კომპანიაში, რომელთაც გადავწყვიტეთ ღვინისთვის მიგვეხედა, ასე ვთქვათ. მანამდე გამოცდილება არ იყო. მანამდე გამოცდილება ხა, ნუ საქართველოში ღვინის გამოცდილება ფაქტობრივად ყველას აქვს, ასე თუ ისე გენეტიკურადაც, ტრადიციულადაც ოჯახიდანაც, მაგრამ ესე უშუალოდ მეღვინეები არ ყოფილვართ, არც განათლებით, არც წარსული გამოცდილებით, თუმცა რა თქმა უნდა გქონდა ხა ყველას ჩვენ შეხების წერტილები ღვინოსთანაც, ზოგადად ღვინის ინდუსტრიასთანაც, გვინდოდა ქართლში დაფუძნება, ვეძებეთ რამდენიმე თვე ხელსაყრელი ადგილი, ასე ვთქვათ, და ამ ადგილმა ძალიან მიიზიდა ჩვენი გული და განწყობა, ძალიან მოგვეწონა პირველივე აქ მოხვედრისთანავე. მოვიკითხეთ, რა თქმა უნდა, ნაკვეთები ძალიან ბევრი დანაწევრებული იყო, კერძო მესაკუთრეები იყვნენ მეტწილად, თუმცა ჩვენ ნაკვეთებში ახლა დაახლოებით 20 ჰექტარამდეა სუნთლიანად. აქედან 12-ია ჩვენი საკუთრება. დანარჩენი არის გამოსყიდვის უფლებით იჯარა სახელმწიფოსგან. მაგრამ მოვახერხეთ ისე, რომ ეს ნაკვეთები შევაკოწიწეთ, ისე რომ ერთიანი მთლიანი რაღაც. და აქედან პირდაპირ ხედავთ, ხო? აქედან ხედავთ. კი ბატონო, ეს წინა მხარე, ეს ტერასები, რომელიც დაგეგმილი ჰქონდა, მაგრამ გვიან მოგვიხდა ამის გაკეთება. ეს ტერასები ჩაყრილია წელს გაზაფხულზე. აქცენტს ვაკეთებთ ადგილობრივ ჯიშებზე. ქართლით თავიდანვე რო ავირჩიეთ, ამით იყო ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, იმიტომ რომ გვინდოდა ქართლის ჯიშებზე გაგვეკეთებინა აქცენტი. რამდენ ჯიშია დაახლოებით რომელიც? ეხლა ყველაზე ესეთი ხშირი, ასე ვთქვათ, ცნობილი ქართლის ჯიშები რაც არის ჩინებული, ეგრეთ წოდებული ჩინურს ასაც ეძახიან, გორული მწვანე, რა თქმა უნდა, ანუ ამ აკაურობის მარგალიტი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია, მე ასე ვთვლი და არა მხოლოდ მე. პლუს ნუ წითლებიც ახლა შავკაპიტო, გვაქვს საცქრიალე, სხვათა შორის არა მხოლოდ ქართული ჯიშები, გვაქვს ფრანგული ჯიშებიც, ახან ჩვენ ცქრიალა ღვინის წარმოებაზეც ვაკეთებთ ძალიან დიდ აქცენტს და გვაქვს პრეტენზია რომ ერთ-ერთ საუკეთესო ცქრიალას ვაწარმოებთ ქვეყნის მასშტაბით და გვინდა რომ ეს ადგილი რა თქმა უნდა შევინარჩუნოთ როგორც ღვინის ხარისხის თვალსაზრისით, ასევე ცნობადობის და საქართველოში ცქრიალა ღვინის დამზადების უფრო მეტად პოპულარიზაციის თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით მიხარია თქვენთან მოხვედრა ამის გამო, რომ ჩვენს მაყურებელს პირველად ჩვენს გადაცემაში მიეცემა შესაძლებლობა გაიგოს ცქრიალა ღვინის დამზადების, ასე ვთქვათ, საიდუმლოებებიც მათ შორის და ასევე ტექნიკური პროცესი, რომელიც გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ცქრიალა ღვინო მივიღოთ. დიდი სიამოვნებით გაგიმხელთ, რასაც შევძლებ. ძალიან საინტერესო დანადგარი, რას აკეთებს და რა ხდება აქ? ეხლა
ვართ, ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩვენი კომპანიის, ჩვენი საწარმოს ერთ-ერთი მთავარი სიამაყე, ასე ვთქვათ და გარდა იმისა, რომ სიამაყე არის რელიკვია, არის თითქმის 50 წლის, 1968 წელს არის გამოშვებული, შემდეგ რამდენჯერმე არის განახლებული, შეკეთებული, მაგრამ მთავარი არსი ამ დანადგარის მდგომარეობს იმაში, რომ არის ჰიდრაულიკური წნეხი, რომელიც უშუალოდ ცქრიალას დასაწურად, ცქრიალა ღვინის დასაწურად გამოიყენება საფრანგეთში. ეს წნეხი ჩამოტანილი გვაქვს საფრანგეთიდან. დავშალეთ იქ ჩამოვიტანეთ, აქ ავაწყეთ, საკმაოდ გრძელი ხანგრძლივი პროცესი იყო, რომელიც ძალიან ბევრ ესეთ გადაწყვეტილებასაც მოიცავდა, მათ შორის საინჟინროს, ძალიან ბევრი რაღაცა ვერ წამოვიღეთ იქიდან, რაც გაბარიტული იყო ძალიან, ისედაც ძალიან დიდია, როგორც ხედავთ. ეს მთელი სისტემა, რასაც უყურებთ, მთლიანად აი ესეთ მდგომარეობაში იქ ჩავედით, ჯერ შევისწავლეთ ადგილზე. ვნახეთ, რომელ პრესზე იყო საუბარი, შემდეგ ასევე მისი პირველი მფლობელისგან მივიღეთ ყველა ის ინფორმაცია, რაც სჭირდებოდა ამის იქ დემონტაჟს და შემდეგ აქ ჩამოტანას და მოკლედ ჩვენი ძალებით შევისწავლეთ, მოვიკვლიეთ ძალიან ბევრი რამ. დიდი დრო და გზა გაუვლია. კი, და რაში გეხმარებათ, რაში გიმარტივებთ საქმეს უპირატესობები ამ კონკრეტულ დანადგარს? ეს წნეხი ითვლება, რომ არის ტრადიციული საფრანგეთში მიღებულია ამ პრესით ცქრიალა ღვინისთვის ყურძნის დაწურვა. შესაბამისად, ამ პრესს აქვს ის უპირატესობები, რაც ტრადიციულად ისევ, ახლა მოგეხსენებათ საფრანგეთი მაინც ითვლება სამშობლოდ, კი არის სადაო ფრანგები და ბრიტანელები დაობენ ამ საკითხზე, მაგრამ მაინც საფრანგეთია სამშობლო ცქრიალა ღვინის, თუმცა საქართველოშიც საკმაოდ ძველი ტრადიციაა ცქრიალა ღვინის დამზადების. ამ წნეხის მთელი პეწი იმაში მდგომარეობს, რომ ყურძნის დაწურვისას რამდენიმე ეტაპად იწურება ყურძენი. თავიდან, როდესაც მივიღებთ ყურძენს, მოვათავსებთ წნეხში, მას შეუძლია მთლიანი ყურძნის დაახლოებით 4 ტონის ფარგლებში დაწურვა. არც მეტი, არც ნაკლები. ეს წნეხი გათვლილია იმაზე, რომ 4 ტონა ყურძენი დაიწუროს ერთ ჯერზე. დაწურვის პროცესი დაახლოებით გრძელდება 6 საათი. თავიდან ეს ფრთები, ამ წნეხის ფრთები იშლება. აქ მოთავსებული ყურძენი ფაქტობრივად ეს ერთი ჯებირი რაც აქვს ამას, ხო, ეს ღობე თუ ეს ბარიერი, რომ ყურძენი არ გადმოიყაროს. ამაზე შემდეგ მეორე იარუსათად დგება, ანუ საკმაოდ მაღალია. ეს ფრთები ადის ზევით, იშლება და იწყებს დაწურვას, თავიდან იწყებს თავისი წონით. და ის წვენი, რომელიც გამოდის წნეხიდან, არის ბევრად უფრო ნაზი, ვიდრე ჩვეულებრივი, ვთქვათ, ძლიერი დაწნეხვისას გამოწნეხილი წვენი იქნებოდა. შესაბამისად, ის პირველი ფრაქცია, რომელიც მოდის ყურძნის დაწურვისას, ის წვენი ყველაზე კარგია ცქრიალასთვის გამოსაყენებლად, იმიტომ რომ ყველაზე ნაზია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცქრიალას ხარისხისთვის, იმას თუ როგორი ხარისხის წვენის დაცქრიალება მოხდება შემდგომში, რა თქმა უნდა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ავარჩიოთ, ასე ვთქვათ, იმ ყურძნიდან, რომელსაც ვწურავთ მთლიანად ღვინოსაც, ამავე წნეხით ვწურავთ, რა თქმა უნდა. ცოტა სხვა ტექნოლოგიით შუაში კიდევ კლერტგამცველს ვხმარობთ, მაგრამ ის ფრაქცია, რომელიც პირველი მოდის ამ წნეხიდან, როგორც გითხარით, არის ყველაზე კარგი მასალა იმისთვის, რომ მიიღოს საუკეთესო ხარისხის ცქრიალა. და ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება და გადაწყვეტილებაც ისე გვაქვს მიღებული, რომ პირველ რიგში ყურადღება მივაქციოთ ცქრიალასთვის ძალიან ნაზი ღვინის წვენის, ყურძნის წვენის მიღებას, შემდეგ მოვახდინოთ ამის გაყოფა. ის წვენი, რომელიც არის, ვთქვათ, პირველ ნაკადებში წამოსული და გამოწნეხვის შემდეგ, ის მიდის მხოლოდ ცქრიალასთვის და გამოიყენება მხოლოდ ცქრიალასთვის, დანარჩენი შეიძლება უკვე ღვინოთაც გამოვიყენოთ. მიდის ცხადია ის, რაც რჩება გამოწნეხვის შემდეგ, მაგალითად ყურძნის ჭაჭას, რასაც ეძახიან, ხო, შემდეგ იგივე წვენი პლუს ჭაჭა ხდება ქვევრებში.
ან მიდის და ვთქვათ ვამზადებთ მას უკვე ევროპული ტექნოლოგიითაც. გარდა ცქრიალასი, როგორც მოგახსენეთ, ვამზადებთ ევროპული ტექნოლოგიით ღვინოებსაც და რა თქმა უნდა ტრადიციული ქართული ქვევრის ტექნოლოგიითაც. ფაქტობრივად სრული სპექტრია ღვინის პროდუქტების, რაც კი შეიძლება საქართველოში ჩაითვალოს, რომ არის ქართული პლუს ცქრიალა, რომელიც ამ რეგიონისთვის ისედაც ტრადიციულად იმერეთში იყო ძალიან ცნობილი დასავლეთში ცოტა მაღალმჟავიანი ღვინოები, რომლებიც ცქრიალას დამზადებისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ ქართლიც ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე კარგ რეგიონად ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. ტექნოლოგიური პროცესი ცქრიალა ღვინის შემთხვევაში უფრო რთული არის თუ არა, რატომღაც ეს წარმომიდგენია? გარდა იმისა, რომ რთულია, ახლა რაც მოგიყევით მხოლოდ დაწურვაზე რო გავაკეთოთ აქცენტი, უკვე ძალიან ბევრი რაღაც ფიგურირებს ამ თელ პროცესში, რომელსაც ძალიან დიდი ყურადღება უნდა. ამას გარდა ცქრიალა თუ გვინდა რომ მაღალი ხარისხის იყოს, დაწურვის შემდეგ ხდება მისი დაცქრიალება და შემდეგ თავსდება ბოთლებში და ვარგდება ლექსზე. რომელიც რაც უფრო დიდი ხანია ბოთლში, მით უფრო კარგ ხარისხად მიიჩნევა და კანონმდებლობითაც შამპანს გარეთ, საფრანგეთს გარეთ ქვეყნებში კანონი ითვალისწინებს ზოგ ქვეყანაში 2 წელიწადს, ზოგ ქვეყანაში მინიმუმ 1 წელიწადს. საფრანგეთში არის უბრალოდ შამპანის რეგიონში მინიმუმ 3 წელი უნდა იყოს ბოთლში ცქრიალა, სანამ საბოლოო პროდუქციის სახეს მიიღებს, რომ ერქვას შამპანიური. რო ცხადია შამპანიური ქვია მხოლოდ იმას, რომელიც შამპანში მზადდება, დანარჩენი ყველა რეგიონი შამპანის გარეთ აქვს უფლება რომ მხოლოდ დაარქვეს ცქრიალა ღვინო. პირველი ჩვენი ცქრიალა იყო 2020 წლის. და ჯერ კიდევ გვაქვს ის მასალა, რომელსაც ასე ვთქვათ რეზერვად ვიყენებთ და 20, 21, 22, 23 და წლევანდელი ცქრიალაც რა თქმა უნდა დამზადებულია უკვე, მაგრამ ის მოხდება თაროზე მხოლოდ 3 წელიწადში. ყველაფერს ხელით ვაკეთებთ. ჩვენ არ გვაქვს ქარხნული ტექნოლოგია ცქრიალას დამზადების, დიდ საწარმოებში რა თქმა უნდა შეხვდებით უფრო ინდუსტრიულ მიდგომებს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ყველაფერს ვაკეთებთ ხელით. ესეც მთავარი სიმდიდრე თქვენი მამული ვენახები, სადაც მზე შესანიშნავად აჭერს, ასე ვთქვათ, თბილა. მიუხედავად საკმაოდ გრილი ამინდისა. კი ბატონო, აი ამ 6 წლის თუ 7 წლის განმავლობაში როგორ გაიზარდა თქვენი ვენახი თქვენს მეურნეობასთან, წარმოებასთან, საქმესთან ერთად? ვენახი ჯერჯერობით ახლა ამ დღეის გადმოსახედიდან 2 ეტაპად გვაქვს. ჩვენი საწარმოს უკან რაც ვენახებს ხედავთ, ეს არის მთლიანად 1 წელს გაშენებული ვენახი, სულ სხვადასხვა ჯიშებია, როგორც მოგახსენეთ, ძირითადად ქართლის ჯიშები, მაგრამ არის ასევე ფრანგული ჯიშებიც, მაგალითად პინო ნუარი, შარდონე, რომლებიც საცქრიალი ყურძნის ჯიშებად ითვლება. და რომლებიც ვიცით რომ ამ რეგიონში ძალიან კარგ შედეგს მოგცემს. თუმცა აქ მხოლოდ საცქრიალე ყურძნები არ გვაქვს, როგორც მოგახსენეთ, იქიდან გამომდინარე ჩვენ მხოლოდ ცქრიალა ღვინოს არ ვაწარმოებთ, მეტწილად მაინც წყნარ ღვინოებს, ასე ვთქვათ. ეს ვენახი არის დაახლოებით 4 წლის და პირველი ნიშანი წელს უკვე გქონდა. შესაბამისად გაიცათ ველოდებით უკვე სრულფასოვან მოსავალს, ნაწილი ვენახისა, ისაც თავიდან ვნახეთ მაგალითად წინა მხარე ტერასები, ისინი შედარებით ახალგაზრდაა, ახალი დარგულია, ახალი გაშენებულია, შესაბამისად იქაც რაღაც დრო დაჭირდება, სანამ ეს ვენახები წამოგვეწევა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში შეიძლება ვენახი ჩვენი არ იყოს, როგორც გითხარით, მაგრამ მაინც ვცდილობთ, რომ გავაკონტროლოთ და ვახერხებთ კიდევაც, რომ მაღალი ხარისხის ყურძენი მივიღოთ და გქონია ესეთ შემთხვევები, როდესაც შეთანხმებულ ვენახშიც კი რომ მივსულვართ, თქვათ რაღაც ხარისხთან თუ იყო რაღაც კითხვის ნიშნები, გადაგვიფიქრებია და შემდეგ სხვა მევენახისგან აგვიღია ყურძენი. მაგრამ როგორც წესი ესეთი შემთხვევები ძალიან
1-2 ჯერ მოხდა, ოღონდ თლიან ვენახსაც არ ეხებოდა ეს. რეგიონში ძალიან კარგი მევენახეები არიან საბედნიეროდ. ის ვინც სერიოზულად უდგება საქმეს და გულისყურით ემსახურება, ასე ვთქვათ, რეგიონის განვითარებას ამ მიმართულებით. მე მაინტერესებს ცქრიალას ჯიშებთან დაკავშირებით. მათ შემთხვევაში ხო არ არსებობს მოვლის სხვა ტექნიკა პირობითა ტრადიციულ ჯიშებთან შედარებით, თუ არის რაიმე განსხვავება და ის უცხოური ჯიშები, რომელიც გაქვთ რამდენად მარტივად გადიან ადაპტაციას ჩვენს მიწაზე. იცით რა, ჯიშებს ახასიათებთ იქიდან გამომდინარე, თუ როგორ რეგიონში ან კლიმატური ზონისთვის არის ესა თუ ის ჯიში ხელსაყრელი, რომ მოცემულ ზონაში მოხდეს მისი გახარება და ეს პრაქტიკა სოფლიოში მიღებულია. ქართული ჯიშებიც კი ძალიან ხშირად შეგვხვდება სხვა ქვეყნებში. ვენახიც და ყურძენიც სხვადასხვანაირად იქცევა არა თუ სხვა ქვეყანაში, არამედ ერთი ქვეყნის ერთი და იგივე რეგიონში. ჩვენივე პრაქტიკიდან ვიცით, რომ მიკროზონები სადაც არის და სადაც ვთქვათ ადგილწარმოშობები დაცულია, იმ კონკრეტული ზონების გარეთ შემთხვევაში სახელებსაც კი ვერ არქმევენ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ხარისხობრივად არ ჩამოუვარდებოდეს. ფრანგული ჯიშები აქ აპრობირებულია. ძალიან ბევრს აქვს ხათ შორის საკმაოდ კარგი ვენახები. მათ შორის პინო ნუარისაც ჩვენც გონია შემთხვევა, რომ სხვა მევენახისგან გვიყიდია და ძალიან კარგი ყურძნები აქვს, ძალიან კარგი ვენახები აქვს, ძალიან კარგად უბლიან. თვითონ მოვლის თვალსაზრისით ყურძენს საცქრიალეთ ვიყენებთ შემდეგ დაწურულ წვენს თუ წყნარი ღვინისთვის. თვითონ ვენახის მოვლის შემთხვევაში საქართველოში არ არის ისეთი პრაქტიკა, რომ თქვა ამას ცოტა სხვანაირად მიუდგნენ. საფრანგეთში ცოტა სხვა მიდგომა აქვს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ჩვეულებრივად მოყვანილი ყურძენი, უბრალოდ თუ ვიცით, რომ ის საცქრიალეთ ვარგისია და კარგია და კარგი შედეგებს იძლევა, ის ყურძნები, რა თქმა უნდა, ჯიშობრივად ხდება მისი შერჩევა იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნას საცქრიალეთ. დღეისთვის ტრადიციული ცქრიალას ტექნოლოგია, რასაც ქვია კლასიკური ცქრიალას დამზადებისთვის, ყველა ყურძენი არ გამოდგება. ძალიან ბევრი მახასიათებლის გამო, მაგრამ ეხლა ტენდენცია წამოვიდა ისეთი, რომ ძალიან მოდაშია მოგეხსენება ეგრეთ წოდებული პეტნატები. რომლებსაც ფაქტობრივად თითქმის ყველა ღვინისგან ამზადებენ, მათ შორის საკმაოდ მაღალ ალკოჰოლურისგანაც, რომელსაც არც თუ ისე მაღალი მჟავიანობა შეიძლება კონდეს, რომელსაც რა თქმა უნდა თავის მომხმარებელიც ყავს და ძალიან საინტერესო შედეგებსაც იძლევა ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ ამ კონკრეტულ ჩვენს მიწაზე, ჩვენ სავარგულებზე გადაწყვეტილი გვაქვს მხოლოდ ცქრიალა ტექნოლოგიით ღვინის დამზადება, ჩვენ პეტნატებს არ ვამზადებთ, მხოლოდ ტრადიციული კლასიკური ცქრიალა ტექნოლოგიის ხასს მიუღვებით. ფერმერებისთვის წლიდან წლამდე უფრო და უფრო რთული ხდება ხარისხის შენარჩუნება, იმიტომ რომ გამოწვევები, რომლებიც ჩნდება წლებთან ერთად, ამასთან შეიძლება შეხება მანამდე ფერმერს არ ჰქონდა. აი თქვენი დაკვირვებით წლებთან ერთად რა ხდება ქართულ ვენახში და მეღვინეობაში? სეზონურობა ძალიან მნიშვნელოვანია. სეზონები შეიძლება იყოს კარგი სეზონები, არსებობს კარგი მოსავლის წელი, ნებისმიერი მეღვინე გეტყვით, რომ პირობითად რომელიღაცა წლის ღვინო ჯობს არ დალიო, იმიტომ რომ ყველა მისის რომ მაგალითად ძალიან ცუდი წელი იყო, ვთქვათ, რომელიღაც კონკრეტულ ქვეყანაში ან რომელიღაც კონკრეტულ რეგიონში. ესეთი, ასე ვთქვათ, სიურპრიზებისგან დაცული რა თქმა უნდა არავინ არ არის და მევენახეები ისევე როგორც სოფლის მევენახეების სხვა დარგები ცდილობენ რომ მაქსიმალურად მოერგონ ამას იქიდან ისე იმის დამიხედვით როგორ სივრცე სტოვებს სამოქმედოს. სამწუხაროდ ხდება ისე რომ ყველას გაგვიგია და ვიცით რომ არის ძალიან ბევრი რისკები არა მხოლოდ თქვათ კლიმატის ცვლილებების თვალსაზრისით, არამედ ლოკალურად შეიძლება ყურძნის აღების წინადღეს დაისეტყოს ვენახი და ტონაც ვერ მოიყვანოს იმ კონკრეტულ ერთი რაღაცა სტიქიის გამო, რასაც ესე გლობალურად ძალიან რთულია რომ ეს წინასწარ განჭვრიდო ყველაფერი. თუმცა ამისთვის არსებობს ახლა რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ გადაზღვევის მექანიზმები, როგორც უშუალოდ დაზღვევის კუთხით, რაც ძალიან რთულია საქართველოშიც და ზოგადად რთულად მიღწევადია ამ რისკების დაზღვევა, როგორც ფინანსური, ასევე სხვა კუთხითაც, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ამაზე ჩვენ გავლენა არ აქვს არანაირი, მაგრამ მეცნიერება
ის რაც დგას ნებისმიერი სოფლის მეურნეობის უკან, ცდილობს რომ მაქსიმალურად მიიღოს ხედველობაში ყველა ის გამოწვევა და ყველა ის სიახლე თუ რაღაც ტენდენციები, რომელიც კლიმატის ცვლილების იქნება ეს თუ კიდევ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რომლის წინაშე შეიძლება დადგეს ესა თუ ის მწარმოებელი ან ზოგადად ინდუსტრია კონკრეტული მიმართულებით. შევიდეთ ახლა მარანში, ყველაზე საინტერესო პროცესები იქ გველოდება, რაც ქრიალა ღვინისთვის არის ერთ-ერთი გარდამტეხი, ხო? იმისთვის რომ მივიღოთ ნამდვილი სუფთა ქრიალა ღვინო. კი ბატონო. გადავინაცვლოთ მარანში. ქვევრი დვალიშვილი. ის ვარი და მაშინ დვალიშვილი. ამას ჩვენ შევარქვით ქვევრი დვალიშვილი. მთელი წლის ნაშრომი და ყველაფერი ამ შესანიშნავ ადგილას იყრის თავს, სადაც ხედავ ბევრ სივრცეს და განყოფილებას, მათ შორის ქვევრებსაც. კი ბატონო. და ვიცი რომ ახალგაზრდა მეღვინე გყავთ თქვენს მეურნეობაში, რაც განსაკუთრებით მახარებს, ისიც ჩაგვერთვება ამ საუბარში და ალბათ ყველაზე უკეთ და პროფესიონალურად თვითონ აგვიხსნის გარკვეულ პროცესებს. ჯერ ზოგადი მიმოხილვა გავაკეთოთ, რა ხდება თქვენს მარანში და შემდეგ ის პატარ-პატარა დეტალები საიდუმლოები ვუთხრათ და გავანდო ჩვენს მაყურებელს, რასაც გადაცემის დასაწყისში დაგვერდით. კეთილი, გეტყვით მაშინ მე მოკლედ ორი სიტყვით, როგორც ხედავთ, წეღანაც მოგახსენეთ, ჩვენ ვამზადებთ ღვინოს როგორც ტრადიციული ქვევრის ტექნოლოგიით, ასევე ევროპულს, ასე ვთქვათ, რომელსაც ხან კლასიკურს ეძახიან, ხან სხვადასხვა ტერმინით მოიხსენიებენ, მაგრამ ჩავთვალოთ, დავარქვათ ევროპული ტექნოლოგია, რომელიც მზადდება უჟანგავ ფოლადის ავზებში. 4 ქვევრი ერთ პლატფორმაზე ხედავთ, მეორე 4 აქეთ არის. ჯამში დაახლოებით 12 ტონამდე ქვევრის ღვინის დამზადება შეგვიძლია, ქვევრების მოცულობიდან გამომდინარე. ყველაზე დიდი ქვევრი არის, რაც აქ გვაქვს, ტონა და 600, ყველაზე პატარა ქვევრია ტონა და 200 და პლუს ამას ემატება ცალკე იქითაც შეგაჭყიტებთ ენოთეკაში, სადაც ხდება ღვინოების დაძველება, მათ შორის არა მხოლოდ ბოთლებში, არამედ გასრებშიც. მოკლედ ჩვენი პატარა მეღვინეობა ცდილობს რომ რეგიონიდან ასე ვთქვათ მიღებული შესაძლებლობები მაქსიმალურად ვაჩვენოთ ღვინოში. ეს შესაძლებლობები ყურძენს მოყვება ჩვენ ეტაპამდე. ყურძენი ჯერჯერობით ჩვენი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა ვენახი, რომელიც რამდენიმე წელში მოგცემს სრულფასოვნად მოსავალს. თუმცა ამ ეტაპზე ქართლის სხვადასხვა წერტილებიდან ვიღებთ ყურძენს და ვცდილობთ რომ იმ ასე ვთქვათ ხელი შეუწყოთ ამ ქართლის ღვინის მახასიათებლების ჩამოყალიბებას, რომელიც არც თუ ისე კარგად არის ჩამოყალიბებული, თუმცა ეს რაღაც ასე ვთქვათ ამის კონტურები ჩანს. თუ როგორი ტიპის ასე ვთქვათ ღვინისკენ მიისწრაფის ზოგადად ეს რეგიონი და ჩვენც ასე ვთქვათ ამ საერთო ამბავს ასე ვთქვათ მივყვებით. ქარვის ფერი ღვინოები რაც ასე ვთქვათ ქვევრში იყენდება, ისიც განსხვავდება კახური და მათ შორის იმერული ან სხვა დასავლური დასავლეთ ქართული ქვევრის ღვინოებისგან, აი სადღაც შეგვიძლია რომ შუამავალი არის დასავლეთსა და კახეთს შორის ჩვენი ქვევრის ღვინოები კი. კასრები აქეთ არის, ხო? რა სპეციფიკა აქვს კასრს განსხვავებით? კასრი არის მოკლედ ისეთი ჭურჭელი, რომელიც ჟანგბადს ატარებს, ოღონდ ატარებს ძალიან ცოტა რაოდენობით, ამას ეძახიან მიკროოქსიდაციას. ეს ღვინოს აძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტად განვითარდეს და დაიხვეწოს
თვითონ კასში ყოფნის დროს და შესაბამისად კასში ჩასხმის შემდეგ აბსოლუტურად სხვანაირ ღვინოს ვიღებთ, ვიდრე მასში ჩასხმამდე. როგორი გამოკვეთილი გემოვნური თვისება აქვს კასრის ღვინოს, რა შევლინდება ეს? კასრის ღვინოს შეიძლება გქონდეს უშუალოდ გემოზეც და არომატზეც გავლენა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ხშირად არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის უკვე რამდენიმე წლის კასრები, რომელიც მეტწილად ასე ვთქვათ კასრის ტონებს, ანუ ამ მუხის ხისგან გამოწვევ ტონებს აღარ აძლევს ღვინოს. ჩვენ უბრალოდ ამ ჭურჭელს ვიყენებთ მეტწილად მიკროოქსიდაციისთვის, ანუ იმ ჟანგბადის ცოტა რაოდენობის, ასე ვთქვათ, ღვინოში შეშვებისთვის, რომელიც უფრო ხვეწს ღვინოს და ანვითარებს. ზოგადად კასრის ასე ვთქვათ, გამომწვევი არომატები არის, მაგალითად ვანილი, შოკოლადი, გააცნია, რამდენად გამომწვარია თვითონ კასრი მისი წარმოების დროს. რაც შეეხება ეხლა ცქრიალა ღვინოზე ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ გარკვეულ პროცესებს ნახავდით, რაც ჩვენს მაყურებელს, ჩვენი გადაცემის მეშვეობით აქამდე არ უნახავს. ამიტომ თქვენი დახმარება ამაში ძალიან დაგჭირდება, რომ აგვიხსნას კონკრეტულად რა საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპები ხდება უკვე აი ამ პერიოდში წლის, როცა ესე იგი რეგიონიდან გამომდინარე ინტენსიურად ვაწარმოებთ ტრადიციულ ცქრიალა ღვინოებს, რომლის ასე ვთქვათ აუცილებელი ეტაპი არის დეგორჟაჟი. ეს დეგორჟაჟი არის დეგორჟამანის, ანუ ფრანგული ტერმინის გადმოქართულებული ვარიანტი და რატომაც ესეთი ტერმინია საქართველოში დამკვირვებელი, რომელიც არც თუ ისე სწორად ჟღერს ფრანგულად ბოლომდე. მაგრამ ეს ეტაპი მოიცავს, ასე ვთქვათ, ცქრიალა ღვინის მეორადი დუღილის შემდეგ ლექის მოცილებას. მხოლოდ ეს არის. ლექი, რომელიც რჩება, ხო? ანუ ცქრიალა ღვინოში ჩვენ ამ სიცქრიალეს გვაძლევს მეორადი დუღილი, ამ მეორადი დუღილის შემდეგ რჩება ბოთლში ლექი, რომელიც უნდა მოაცილოთ შემდეგნაირად. ამ პატარა ასე ვთქვათ დანადგარში არის ჩასხმული სპირტი, რომელიც უკეთესად ასე ვთქვათ აქვს უნარი, რომ შეინარჩუნოს დაბალი ტემპერატურა. ეს ჩასხმული არის გამაციებელში, ეს გამაციებელი აცივებს ამ სპირტს, შესაბამისად ბოთლში ჩადებისას მას შეუძლია რომ ჩაყინოს, ასე ვთქვათ, ჩვენი ლექის რაოდენობა, რომელიც ბოთლის ძირში არის მოქცეული. და სოსო ჩვენი მეღვინე დაგვეხმარება, რომ ეს პროცესი უკეთ ვიხილოთ. შემდეგ ხდება ესეთი გამოდევნა ლექის. ეხლა ამ ეტაპზე ლექი უკვე შიგნით არსებული გამოდევნილია. ივსება, ხო? გადაივსება შესაბამის დონემდე და შესაბამისად შემდეგ მოხდეს მისი დასაცურება. შემდეგ მიდის მუზლზე. კი ბატონო. ბოდიში. და ყველა ეს პროცესი ხელით სრულდება. კი ბატონო. და ბოლო ეტაპია უკვე სანამ დავაეტიკეტებთ, ან დაეტიკეტების შემდეგ ჩვენი ახალი ლამაზი ჩაჩები. ეგარი. ბატონო. ლამაზია. და შემდეგ რა თქმა უნდა ეტიკეტიც. მე რომ თითქმის ყველა ცქრიალა ღვინის ბოთლი არის ამ ფორმის. თუ აქვს ამას რაიმე მნიშვნელობა და კიდევ ხედავთ ამ ჩაღრმავებას, რომელიც დამახასიათებელია ასევე მხოლოდ ცქრიალა ღვინისთვის. ასე ვთქვათ, ამ თვითონ ცქრიალა ღვინის ბოთლის ამ ფორმის ახსნა, რომ უბრალოდ არსებობს რაღაც გავლენები და ადამიანთა, ასე ვთქვათ, სურვილები და მოწონებები, რომ უბრალოდ ეს ფორმის ბოთლი მოწონთ. რაც განასხვავებს ჩვეულებრივ ღვინის ბოთლისგან, ცქრიალა ღვინის ბოთლს არის ის, რომ მაღალი წნევის, ასე ვთქვათ, გამძლეობა ახასიათებს, იმიტომ რომ ეს აუცილებელია, იმიტომ რომ მეორადი დუღილი ბოთლში ხდება სწორედ და შემდეგ ღვინოს აქვს ცქრიალა ღვინოს აქვს 6 ატმოსფერომდე წნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოთლი უფრო უნდა იყოს
სქელი და ასე ვთქვათ, გამძლე წნევისათვის. ეს ჩაღრმავება კი გვეხმარება იმისთვის, რომ რემუაჟის დროს, რომელიც არის ამ მეორადი დუღილის დროს ლექის ბოთლის ყელში მოქცევის პროცესი, რომელიც აი აქ შეგვიძლია ვიხილოთ უკეთ. ამისათვის გვეხმარება ესეთი ტიპის ჩაღრმავება. როდესაც მეორადი დუღილი მორჩება ბოთლში, ანუ ჩვენთვის სასურველი რაოდენობის გაზი უკვე შიგნის წარმოიქმნა, ამის შემდეგ იწყება რემუაჟი, რომელიც ნიშნავს უბრალოდ ბოთლების ესეთ პოზიციაში განთავსებას პიუპიტრზე, ამ ხის დანადგას ხდია პიუპიტრი და რაღაც პერიოდულობით, აი სოსო კარგად აკეთებს დემონსტრაციას. ყველა ბოთლი ტრიალდება. ეს ყოველდღიური პროცესია? კი. ეს თავის დაახლოებით 21 დღე ჭირდება, რომ ლექი მოიქცეს და ეს ბოთლის ჩაღრმავება ზემოთ გვეხმარება იმაში, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იყოს იმის შანსი, რომ ლექი დარჩეს ბოთლის რომელიმე კედელზე. ამ ეტაპზე დაახლოებით წარმადობა როგორია თქვენი, რა რაოდენობას ამზადებთ ცქრიალა ღვინოს? ცქრიალა ღვინოს დღეისთვის გვაქვს მასალა დაახლოებით 3 დონე ნახევარი წლევანდელი მოსავალი და შესაბამისად ასეთივე რაოდენობის დაახლოებით წინა წლებისაც, მაგრამ როგორც წევანაც მოგახსენეთ, ცქრიალა ღვინის თავარი თვისება არის, რომ სანამ ის გახდება თაროზე მოხდება, ასე ვთქვათ, ის უნდა დაძველდეს. შესაბამისად, ის რაოდენობა, რომელიც ჩვენ შარშანწინ იმის წინ ვაწარმოეთ, ისინი ეხლა გამოდიან, ასე ვთქვათ, სააშკარაოზე და ეხლა ხდებიან სამომხმარებლო თვალსაზრისით ხელმისაწვდომი და შესაბამისად დღეისათვის ჩვენი ძალებით დაახლოებით 3 დონე ნახევარ ცქრიალას ვაწარმოებთ, 3500 ბოთლს ცქრიალას ვაწარმოებთ წელიწადში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენი საქმისთვის, იმიტომ რომ ღვინის წარმოება ჩვენი ტრადიცია, ჩვენი მოგონილი ამბავია და არც არის გასაკვირი რომ საუკეთესოდ გამოგვდის, ესაც უნდა იყოს და მიხარია რომ თქვენი წვლილი შეგაქვთ ქართული აგრარული სექტორის განვითარებაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მუშაობთ ხარისხზე. ეს არის ალბათ ყველაზე ისეთი ნათელი და ღირებული ამ საქმეში და მთელი გულით მინდა რომ წარმატებები გისურვოთ. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და კიდევ დიდხანს გავაგზავნებთ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს. მადლობას გიხდით თქვენ, მე კი ჩემს მაყურებელს ზუსტად 1 კვირის ვებშიტობებ.